სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. თქვენ დღეს გახდით მომსწრე მიცვალებულთა დიდი მსახურებისა, რომელსაც ეკლესია იხდის დიდმარხვის დაწყებამდე ორციელ შაბათს. ამ დროს იხსენიება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიცვალებულები, საუკუნიდან გარდაცვალებული ქრისტიანები. რატომ ლოცულობთ მართლმადიდებელი ქრისტიანები მიცვალებულებისათვის? რა უცილებლობას წარმოადგენს ეს? იქნებ საჭირო არ ერთ ეგ ყველა ვირჯებით და საერთოდ რაღაც არასაჭირო რაღაცებს ხო არ ვაკეთებთ, როგორც ამას ხშირად ლაპარაკობენ ლიბერალები, პროტესტანტები. ჩვენ თავი პირველი ის არის ან რატო ლოცულობთ მარტო ადამიანებისათვის და რატო არ ვიხსენებთ ძაღლებს, ზოგიერთს შვილი არ აქვს, მაგრამ ძაღლი ყავს და შვილი თუ ყავს და უკვდება ეს ძაღლი. არ შეიძლება ამ ძაღლზე ვილოცოთ. ან ვიღაცა სოფელში ხბო უკვდება, დროხაზე ვილოცოთ. რატო მარტო ადამიანებისთვის ლოცულობთ და საერთოდ რატო ლოცულობთ? ამ კითხვაზე პასუხი რო გავცეთ, წმინდა წერილში უნდა დავუბრუნდეთ, წმინდა წერილს უნდა მიუბრუნდეთ და საერთოდ უნდა გაეცეს კითხვა პასუხს, რატო ჩდება ადამიანი? ვინ არის ადამიანი და რატო გაჩნდა ადამიანი საერთოდ? რა საჭირო იყო ადამიანის გაჩენა დედამიწაზე? ბიბლია ესე იწყება, რომ დასაბამიდან ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ცაში იგულისხმება უხილავი სამყარო ან ანგელოზები, მიწაში მოიაზრება მთელი ხილული სამყარო. შემდეგ წერია თქვა ღმერთმა და გაჩნდა ხმელეთი, თქვა ღმერთმა გაჩნდა წყალი, ღმერთის სიტყვით გაჩნდა ზე, მთვარე, ვარსკვლავები და ყოველი სულგმული, ყოველი სულიერი და უსულო ყველაფერი ღმერთის მიერ გაჩნდა, ოღონდ ესე თქვა ღმერთმა და გაჩნდა. თქმა რითი ხდება? სიტყვით. სიტყვა ღვთისა არის იესო ქრისტე. სახარებაში იესო ქრისტეს რამოდენიმენაირად ქვია სახელი, მაგრამ ერთ-ერთი მისი სახელი არის სიტყვა ღვთისა. იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, იესო ქრისტე არის ძე კაცისა, იესო ქრისტეა მწყემსი კეთილი, იესო ქრისტეა ნათელი სოფლისა, იესო ქრისტეა კრავი ღვთისა, იესო ქრისტეა ემანუელი, გზა და ჭეშმარიტება, ასე შემდეგ და მისი ერთ-ერთი სახელი არის სიტყვა ღვთისა. ანუ როდესაც ბიბლიაში წერია თქვა ღმერთმა და გაჩნდა, აი ეს თქმა, სიტყვა არის იესო ქრისტე. ანუ პირველი და მთავარი. სამყარო თურმე გაუჩენი არა მარტო მამა ღმერთს, როგორც ეს უმეტესობას გონია და არაქრისტიანები ესე ფიქრობენ. სამყარო გაჩნდა შექმნა მამა, სიტყვამ და სული წმინდა სამება. და არა მხოლოდ ერთმა, რომელსაც ზოგი მამას ეძახის და თქვენ ერთ არსებას, რომელმაც ერთმა გააჩინა სამყარო. ესე თვლიან ებრაელები, ესე თვლიან მუსულმანები, ესე თვლიან წარმართები და ჩვენ ქრისტიანები ვართ, სამყარო შექმნა წმინდა სამება, მამა, სიტყვა და სული წმინდა. როდესაც ღმერთმა ეს სამყარო განაწყო და შექმნა, ერთ-ერთმა ყველაზე ღმერთთან ახლოს მდგომ ანგელოზმა მოინდობა ამ ყველაფრის საკუთარ თავზე მიწერა, საკუთარი თავი ღმერთს გაუტოლა, ღმერთობა მოინდომა, აუჯანყდა ღმერთს, აიყოლია მესამედი ზეციური ძალების, რომ ღვთის ტახტი დაეპყრო, ზეცაში მოხდა დიდი ბრძოლა და ღმერთმა ეს აჯანყებული ანგელოზი და მისი მიმდევრები ზეციდან გადმოყარა. წერია რომ ზეცა წარმოცარიელთა, მესამედი მთელი ანგელოზებისა გადმოყრილი იქნა ზეციდან. აი მაჯანყებულ ანგელოზს ქვია სატანა და სიტყვა სატანა სწორედ მოწინააღმდეგეს ნიშნავს. მას ასევე ქვია დაცემული ანგელოზი, რადგან იგი ღმერთმა ზეციდან გადმოაგდო და სიტყვა ლუციფერიც ამას ნიშნავს, რადგან ლუციფერი ნიშნავს ნათლით მოსილს. ეს იყო იმ ანგელოზის სახელი, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა უფალდა და ყველაზე განათებული, გამწყინებული და გამშვენებული იყო და ამიტომ ერქვა მას ლუციფერი, ნათლით მოსილი. აი სწორედ ეს ყველაზე ახლო ვინც ყავდა ღმერთს, ის აუჯანყდა მას და მოინდომა ღმერთობა. რომ შევსებულიყო ზეციურ არსებათა რიცხვი, ღმერთმა ახალი არსება ადამიანი შექმნა. მაგრამ ის პირდაპირ ზეცაში საცხოვრებლად არ დაუდგენია, რადგან იგივე რომ არ განმეორებულიყო, იგივე აჯანყება არ ყოფილიყო, იგივე ჯანყი არ ყოფილიყო, ღმერთმა ამ არსებას საგანგებოდ შექმნილი ადგილი მიუჩინა, ეს იყო ედემის ბაღი, ანუ ადამიანის ბაღი, რომელიც იყო წალკოტი, ძალიან ლამაზი, გამორჩეული სილამაზით ადგილი.
აქ ადამიანს უნდა გაიარა ერთგვარი გამოცდა. ღვთის ერთგულება დაემტკიცებინა, მიეღო ცოდნა ისეთი როგორც ანგელოზებს ჰქონდა და ღმერთი ამას ასწავლიდა ადამიანს ყველაფერს ნელ-ნელა უხსნიდა როგორ შექმნა ზე, როგორ შექმნა მთვარე, როგორ შექმნა ვარსკვლავი, ყველაფერს უხსნიდა. რომ ადამი ზუსტად ისეთი ყოფილიყო როგორც ანგელოზები არიან ზეცაში და მათზე ნაკლები არ ყოფილიყო. მაგრამ ამისთვის ადამიანისთვის გამოცდა დაინიშნა ღმერთმა და ადამი არ ქმევდა ყველა სულდგმულს სულიერს თუ უსულოს სახელებს მას შემდეგ რაც ღმერთი მოუთხრობდა ამ არსებებზე ადამი იყო მეფე მთელი სამყაროს უფროსი მეუფე მაგრამ ღმერთმა მას როგორც გითხარით გამოცდისათვის აუგზალა ორი ხის ნაყოფის ჭამა ხეცნობადისა და ხესი ცოცხლისა ამ აგრძალვით ღმერთმა ერთგვარი ხაზი გააულა ადამიანსა და მას შორის და ადამიანს უნდა ხსომოდა რომ მართალია ის უფროსია მართალია სახელებს ყველაფერს ისარქმევს მართალია ის ყველაზე დიდია დედამიწაზე მყოფ არსებათა შორის მაგრამ იგი ნაკლებია ღმერთზე მას ყოველთვის უნდა ხსომოდა რომ ღმერთი მასზე დიდია ის ღმერთზე ნაკლებია რომ არ გაამპარტავნებულიყო იგივე არ დამართნოდა რაც ზეცაში დაემართა ანგელოზს როდესაც მან ღმერთობა მოინდომა და რის გამოც იგი ეშმაკად იქცა ბოროტ სულად იქცა და ღმერთმა ის ზეციდან გადამოაგდო აი იგივე რომ არ დამართნოდა სწორედ ამიტომ დაუდგინა ღმერთმა ადამიანს აკრძალვები ანუ უთხრა რომ შეენახა დაეცვა დაემარხა მის მიერ მიცემული კანონი სიტყვა მარხვა ნიშნავს დამარხვა დაცვას ღვთისგან მოცემული კანონების დაცვას აი ეს არის მარხვა დამარხვა ნიშნავს ძველ ქართულად შენახვას რის შენახვაზე ლაპარაკი არა ჭამო ნაყოფის ამისგან დღეს თქვენ გაიგონებთ ხშირად ლიბერალებმა იციან როგორ შეიძლება ღმერთის გეშინოდეს ღმერთი უნდა გიყვარდეს ღმერთს არ უნდა გეშინოდეს ღმერთი აკრძალვები არ არის პირიქით ღმერთს ყველა უყვარს ადამიანი ეს არის სუფთა ეშმაკისაგან მოტანილი სწავლება და რატო ესე დაუწყო ლიქნით და ლაპარაკი ეშმაკმა რომელიც გველის სახით მივიდა ადამიანთან და ღმერთი კიდე პირდაპირ ეუბნება ადამ არ ასჭამო ნაყოფისაგან ამისა პირდაპირ მოკლე და კონკრეტული 10 მცნება რა ეს არის აკრძალვები არის მრუშო არის პარო ეს არქნა ის არქნა ეს არ გააკეთო ეს არ გააკეთო არის თუ არა ეს ადამი რატო გამოაგდო ღმერთმა სამოთხე ღმერთმა უთხრა არ გააკეთო ადამმა გააკეთა ანუ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია აკრძალვებზე რატომ ჩვენი თავისთვისვე რომ არ გავამპარტავდეთ და იგივე არ დაგვემართოს ჩვენი თავი მართლა რამე არ გვეგონოს და იგივე არ დამემართოს რაც ზეცაში დაემართა ანგელოზს მაგრამ თავას დაუბრუნდეთ ნახე ღმერთმა რატომ გააჩინა ადამიანი ზეციურ სასუფეველოში ყოფნისათვის მოკლე პასუხი აქვს ამას რატომ გაჩნდა ადამიანი იმიტომ რომ სამოთხეში დაემკვიდროს ადგილი სამოთხისთვის გაჩენილები ვართ ჩვენ ამ გზაზე ზოგი პროფესორია ზოგი აკადემიკოსია ზოგი ექიმია ზოგი მენაგვია ზოგი მენახირია ზოგი მძღოლია ზოგი მუშაა ზოგი ხელმძღვანელია ზოგი ქვეშევრდომა თავარი მიზანი არის ჩვენთვის სასუფეველში მოხვედრა იქ მოხვედრა სადაც ზეცაში არიან წმინდანები უფალი წმინდა სამება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულები წინასწარმეტყველები ანგელოზი და სიკვდილის შემდეგ მათთან ბინის დადება მათთან დამკვიდრება ამისთვის თავარი რა არის ამისთვის თავარი ყოფილა სწორი საწმუნო დღეს ჩვენ განუწყვეტლივ ვამბობთ ღმერთო განუსვენე მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა შესვენებულთა მართლმადიდებელ გარდაცვალებულთა რატო მართლმადიდებლები და რატო არა მართლმადიდებლები რა ვერ მოხდებიან სამოთხეში სახარებაში პირდაპირ წერია რომელმან არარჯულიერად იღვაწოს გვირგვინოსანი ვერ იქნებს ანუ ის ადამიანები რომლებიც დიდ ღვაწლში ცნობიყვნენ და მაგალითად კოპტები არის მონოფიზიტები არიან კოპტები ეგვიპტეში და ეთიოპიაში ცხოვრობენ მათი პატრიარქი მიწაზე წევს მიწაზე ცხოვრობს და რა არასწორი სარწმუნოებდა ვერ ცხონდება რატო იმიტომ რომ სახარებაში წერია რომელი გვირგვინოსთან არ იქნებს ვერ ცხონდება დღეს მითოდა მონოფიზიტებზე საუბარი იმიტომ რომ ლეონ რომის პაპის და ფლავიანეს ხსენება არის აი ეს მონოფიზიტებთან ბრძოლაში გახდნენ ესენი წმინდანები მაგრამ არ გამოდის ახლა ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ სახარებაში კიდევ უფრო მარტივი გასაგებია იყოს გეტყვით პირდაპირ წიგს რომელსაც სახარება ქვია
და რომელმაც სიხარული მოუტანა მთელ კაცობრიობას. წიგნმა რომელმაც ახარა მთელ კაცობრიობას რომ 60 კარი გაიღო. ამიტომ ქვია მას სახარება და შეგახსენებთ რომ ქრისტეს ჯვარცმამდე ყველანი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, ყველანი 60 კარი დახშული იყო და 60-ში მხოლოდ ანგელოზები იყვნენ, მეტი არა. ყველა ქრისტეს ჯვარს მას შემდეგ რაც ღმერთმა ადამი 60-დან გამოაგდო, აი იგივე ცოდვის გამო რა გზალული ხილი შეჭამა, ღმერთმა ადამი გამოაგდო 60-დან, მასთან ერთად ევა და მთელი კაცობრიობა და 60 კარი დაიხშო. 60 კარი გაიგო ქრისტეს ჯვარცმის დროს, როდესაც ქრისტეს ჯვარზე გაეკრა, მისი ჯვარცმა მოხდა ადამის საფლავზე, ადამის თავის ქალა გამოსახული ჯვარცმის ქვეშ, როდესაც ჩვენ შევხედოთ ხოლმე ჯვარცმას, ხედავთ თავის ქალა გამოსახული ადამის თავის ქალა. ქრისტეს ჯვარცმა ადამიანის საფლავზე მოხდა. ქრისტემ თავის სისხლით ადამიანის ცოდვა ჩამორეცხა, ცოდვა, რომელთაც ადამიანმა ღმერთობა მოინდომა და 60 კარი გაიღო. წმინდა წერილში წერია, კრეცსაბმელი გაიყო იერუსალიმის ტაძარში, რომელიც ტიხრავდა ტაძარს და წმინდათა წმინდას სიმბოლო იყო 60-ის, ზეიდან ვიდრე ქვეიდმდე, ანუ 60 გაიღო და ეს ყველაფერი მოხდა ქრისტეს ჯვარცმის დროს და აი ეს ყველაფერი აღწერილია წიგნში, რომელსაც სახარება დაარქვა ხალხმა. სიხარული მოგვიტანა 60 გაიღო. და ჩვენ მოგვეცა საშუალება 60-ში შეცვლის, მაგრამ ნახეთ როგორ წერია ამ წიგნში, როგორ თავდება სახარება. ვინც ამ წიგნს წირედი რამე დაუმატოს და ისე ასწავლოს, სისხლები დაემატოს, რაც ამ წიგნში წერია. ვინც ამას რამე დააკლოს და ისე ასწავლოს, სასუფეველის დიდებას დააკლდეს და მისი სახელი ამოშლილი იქნას ცხოვრების წიგნიდან. ანუ ვინც წმინდა წერილი შეცვალოს და ისე ასწავლოს, 60-ში ვერ მოხდება, ამას ნიშნავს. ყველა ფსევდოქრისტიანები, ლათინოპაპისტებიდან დაწყებული, მონოფიზიტები, პროტესტანტები და პროტესტანტებთა რაოდენობა არის 400-მდე ადიან თუ რაღაც. ლუთერანები, ანგლიკანები, მეთოდისტები, ბაპტისტები, 50-იანელები, იაჰოველები, უამრავი არის, 400-მდე დასახელება აქვს. ესენი ცვლიან სახარებას, უпростоრეთ შეცვალეს სახარება და ისე ასწავლეს, როგორც მოციქულებმა დაწერეს და როგორც წმინდა მამებმა განმარტეს, ისე კი არ განმარტავენ, როგორც თვითონ ფიქრობდნენ, ისე გააკეთეს. ადამიანური გონებით დაიწყეს ამის გაკეთება, დაუშვეს საბედისწერო შეცდომებით, ესეც იქნება, სახარებას დაუმატეს, მოაკლეს, შეცვალეს და ამიტომ ესეთი ხალხი არასდროს სარწმუნოებით კაცის 60-ში ვერ მოხდება. კიდევ უფრო ადვილი გასაგები რო იყოს. ადამიანმა რო არ იცოდეს ინგლისური ენა, ამერიკის მოქალაქე გახდება. ადამიანმა რო არ იცოდეს ფრანგული, საფრანგეთის მოქალაქე გახდება. რო იცოდე, მაშინ შეიძლება ვერ გახდება. ადამიანმა რო არ იცოდეს გერმანული, გერმანიის მოქალაქე გახდება. ადამიანმა ღვთის შესახებ სწორი სწავლება თუ არ იცის, სასუფეველის მოქალაქე ვერ გახდება. ამიტომაც ვიძახით, რომ მხოლოდ ის ხალხი მოხდება სასუფეველში, ვინც სწორი სარწმუნოების მიმდევარია. ეხლა იბადება და აი ეს თხოვნა, ეს პანაშვიდები სწორედ არის იმ ადამიანებისათვის, ვინც სწორი სარწმუნოებით იყვნენ მონათლულები, დაბეჭდილები მირონით და ქრისტეს ეკლესიის წევრები იყვნენ, გარდაიცვალნენ თავისი ცოდვებით, თავისი შეცოდებებით და ჩვენ მათთვის ლოცვა და ღმერთმა შეიწყოს. არის ცოდვები, რომელსაც ლოცვა შეიძლება, არის ცოდვები, რომელსაც ლოცვა არ შეიძლება. ამას პირდაპირ წერს იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლებში. რატომ ლოცულობთ მარტო ადამიანებისათვის და რატო არ შეიძლება ძაღლებისთვის და კატებისთვის ლოცვა და ცხოველებისთვის საზოგადოებრივ? ჩვენ საუბრისას ვთქვით, რომ ღმერთი როდესაც სამყაროს კვდიდა, ღმერთმა ყველაფერი შექმნა სიტყვით, თქვა ღმერთმა და გაჩნდა. მაგრამ ადამიანი განსხვავებულად შექმნა. მოიღო ღმერთმა მტვერი მიწისა და შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისად და შთაბერად სიცოცხლის სული და ხორცი შეერთდა და კაცი გაცოცხლდა. ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, ცხოველებს სული არ აქვს. ცხოველებს აქვთ მხოლოდ საფშუნელი, დუშა რუსული. საფშუნელი არის, რაც ყველა სულდგმულს აქვს, საფშუნელი ამოძრავებს ყველა სულიერ არსებას, ამიტომ გადაადგილდებენ, ამიტომ საფშუნელი არის მათი მოძრაობაში მომყვანი, ასე ვთქვა, თუ შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ მათ სული არ აქვს.
სული აქვს ხოლოს ადამიანს, რომელიც ღმერთმა შთაბერავს. ადამიანი ხო შედგება ხორცისაგან და სულისაგან. აი ხორცი ხო შედგება ძვლებისაგან და ხორცისაგან. ასევე შეიძლება ითქვას ამის შესათვის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ესეთი, რომ სული შედგება საფშინველისაგან და სულისაგან. სლავურად რუსულად ესე ჩანს დუშა и дух. საფშინველი აქვს ყველას. სული აქვს მხოლოდ ადამიანს, რომელსაც ღმერთმა შთაბერავს. სული არის ის ადამიანში, რაც იწვევს ადამიანში ღმერთზე ფიქრს. სულის ქონის გამოა რომ ჩვენ ლოცულობთ. სულის ქონის გამოა რომ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, ღმერთზე ვფიქრობთ, ლოცვებს წარმოვთქვათ. სულიერია გალობა, მშვენიერია სიმღერა. სულიერია ხატწერა, მშვენიერია მხატვრობა. სულიერია ფსალმუნები, მშვენიერია პოეზია. მივხვდით რა განსხვავება? დუშევნაი, დუხოვნაი. სული არის ადამიანში უკვდავი და პირდაპირ წერია ძველ აღთქმაში ეკლესიასთან ესეთი წიგნი, სადაც სოლომონ ბრძენი წერს, მიწა ხარ და მიწადო მიიქცევი და სული დაუბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა. სული, რომელიც ღმერთმა შთაბერა, ღმერთს უბრუნდება, ცხოველებში კი რადგან მოგსაფშინული, ცხოველი მოგდება თუ არა, იქ ყველაფერი ქრება, არაფერი აღარ ჩანს. აი ამიტომაც ვლოცულობთ ჩვენ ჩვენი მიცვალებულებისათვის, ამიტომაც ვთხოვთ ღმერთს, რომ შეივედროს მათი სულები და ვეუბნებით ღმერთო, ეს ხალხი სწორი სარწმუნოების იყო, მართალი სარწმუნოების იყო, მაგრამ ცოდვები ჰქონდა და აპატიება. ღმერთო შეუნდემა, ღმერთო მოისმენს. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი თხოვნა, ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. ღმერთმა ჩვენი მიცვალებულები შეიწყალოს, განუსვენოს და ჩვენც რო გაგვიყვოს ღმერთი ამ სოფლიდან, ჩვენ სამოთხეში მოხვედრილი ვართ. და მინდა ყველას გთხოვთ, იცით ჩვენი მრევლო გარდაიცვალა ირაკლი. ძალიან ცუდად გარდაიცვალა. კაცი მთელი ცხოვრება ქრისტიანულად ცხოვრობდა. აღსარებას იძახდა, ეზიარებოდა. ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა. მაგრამ ხანდახან ნარკოტიკს იღებდა. ვეუბნებოდი ირაკლი. ნარკოტიკი არ მიიღო, თუ რამე მოგივიდა, იცოდე პანაშიც ვერ აგიგებ, წეს ვერ აგიგებ და გეხვეწები ესეთ გომორებში, ნუ ჩამაყენე. არა მამო, არ გავაკეთებ ამას გამორიცხული, ესე მოხდა. ჯერ კიდე გარკვეული არ არის რაღაც ექსპერტიზა უნდა იყოს რაღაც, მაგრამ ესეთი ადამიანებისათვის თხოვნა რომ წმინდათა თანა განუსვენი არ შეიძლება. ესეთ ადამიანებზე ვიძახით ღმერთო, შეუმსუბუქე თავისი ტანჯვა წამება და აპატიე თავის წოდები და გამოიყვანე იმ განსასწრებით, რომელშიც არ. ესეთ ადამიანებზე შეიძლება ესეთი თხოვნა, ესეთ ადამიანებზე შეიძლება მოწყალების გაცემა, გაჭიროებულების დახმარა, თქვა რომ ილოცეთ თხოვოთ მათ. და ნახოთ მეორედ მოსვლის დროს შეიძლება ღმერთმა შეიწყოს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ აი ესე მოიხსენოთ ხოლმე თქვენს ლოცვებში და თხოვოთ რომ ღმერთმა აპატიოს მას თავის წოდები და თავის განსასწრებიდან გამოიყვანოს რომელშიც ეს ახლა არის. მოციქული იძახის პირდაპირ რომ უფალი იძახის იმითი განგსჯი რაშიც მოგასწრებ. იუდა მოციქული იყო, მაგრამ ქრისტე გაყიდა და ესე დაამთავრა ცხოვრება, ავაზაკი ყაჩაღი იყო კაცის მკვლელი, შეინარდა და სამოთხეში მოხვდა. თავარი არის დასასრული და არ დასაწყისი. ამიტომაც ქრისტიანები სულ ვევედრებით ღმერთს, ღმერთო მაპატია, ღმერთო გეხვეწები, მომეხმარე რომ მე რო გარდავიცვლები, მთელი წირვა ესაა თხოვნა, ღმერთო რომ მოვკვდები სამოთხეში მომოხვედრე. პირდაპირ მოხლებია ამის. ანუ წირვაზე მოდის დედა, შვილი, ცოლი, ქმარი, თავის ოჯახი და ეხვეწება ღმერთო რომ მოვკვდებითო სამოთხეში მომოხვედრე. ეს არის ქრისტიანობის არსი. ეს ცხოვრება დამთავრდება, გაქრება, დამთავრდება, უცმაწაო, არაფერი აღარ დარჩება. თუმცა მიჯაჭულები ვართ ამ სოფელზე ვიცით რაც არის და ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის ჩვენ რა გვინდა და რის სიმონებიც ვართ, ამიტომ გითხრა რომ 7 დღიან კვირაში 6 დღე თქვენი იყოს. ერთი დღე მე, ისიც მე, თორე ისიც ჩვენი. ის ერთი დღე უნდა მოხვიდი, აღსარებად მეზიარო და წავიდე შენი საქმეები გააკეთო, ის ერთი კვირა მშვიდობით იყო და ემზადებოდა ღვთისმშობლის დასადგომად. როდის დაგვაყენებს ღმერთი არ ვიცით. ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი მიცვალებულები, ღმერთმა განუსვენოს, ღმერთმა მოიხსენოს, ვისაც